ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩინეთში შეიძლება ბოლო მომენტში ჩაიშალოს. დღეს ალბათ ყველაზე თავხედური და ამავე დროს ყველაზე სულელური რამ მოხდა, რაც რუსეთს შეეძლო გაეკეთებინა პუტინის პეკინში ვიზიტის წინ. ზუსტად რამდენიმე საათით ადრე, სანამ მელოდი დიქტატორი პუტინი უნდა გაფრენილიყო სი ძინპინთან, რუსულმა შაჰედმა დაარტყა ჩინურ სავაჭრო გემს შავ ზღვაში, რომლის ბორცვეს ჩინელი ეკიპაჟი იმყოფებოდა. და ეს ყველაფერი იმ დღეს, როცა ჩინეთმა ახლახან გამოაცხადა პუტინთან მოლაპარაკებების თემა და როგორც აღმოჩნდა, უკრაინის თემა ჩინეთმა შეხვედრის დრის წესრიგიდან ამოიღო. მიუხედავად ამისა, კრემლში ამტკიცებენ, რომ პირველ რიგში პუტინი ჩინეთს თავის იაბგაზისა და ნავთობის პროექტებს შესთავაზებს, რომელზეც პეკინი უკვე არაერთხელ უარს ამბობდა. ასევე აპირებენ დაახლოებით 40 დოკუმენტისა და დეკლარაციის ხელმოწერას, რადგან სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას გეგმავენ. ასევე პუტინი ახლა შიშობს სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის დაახლოებას, რადგან დღეს ჩინეთმა აშშ-ს მრავალმილიარდიანი გარიგება დაადასტურა. ამიტომ განვიხილავთ რა მოხდა და რას ნიშნავს ეს პუტინის პეკინში ვიზიტისთვის. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ თავიდან ხოთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი და ლაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერ თქვენი კომენტარი. და სანამ დავიწყეთ ეხი წამით თქვენი ყურადღება მინდა მოვითხოვო, რადგან ეს გამოშვება გამოდის პლატფორმა Preply-ს მხარდაჭერით. ეს არის უკრაინული ონლაინ პლატფორმა უცხოენების რეპეტიტორებისთვის. იქ დაახლოებით 100,000 მასწავლებელია და 90 ენა. ეს იდეალურია მათთვის, ვინც მაგალითად ემიგრაციაში სწავლობს გერმანულს, ინგლისურს, პოლონურს ან საერთოდ ნებისმიერ ენას. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, ეხლა აქვთ 50%-იანი ფასდაგლება პირველ გაკვეთილზე. ამიტომ ამ ვიდეოს აღწერაში არის ბული, რომელზეც გადასვლით თქვენ მაშინვე მიიღებთ 50%-იან ფასდაგლებას. აი YouTube არხი ალექსეი პეჩი. ეხლა კი გადავდივართ გამოშვებაზე. მაშასე დღეს 18 მაისს უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ჩინური გემი KSL-D Yangi რუსეთის უპილოტო აპარატის თავდასხმის ხორბლი გახდა შავ ზღვაში. გემი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ დადის. გემის მფლობელი კომპანია ჩინეთიდანაა, ეკიპაჟიც ჩინეთის მოქალაქეებისგან შედგება. ეს გემი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდა, ოდესის ოლქის სანაპიროსთან და მოძრაობდა უკრაინულ საზღვაო დერეფანში. და სწორედ ამ მომენტში ეს გემი შაჰედის დრონმა დაარტყა. დაღუპულები არ არიან, მაგრამ მოხვედრა დადასტურებულია და დაფიქსირებულია. და აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინმა შესანიშნავად იცოდა, რომ ეს სწორედ ჩინური გემი იყო. ამიტომაც სურდა სიგნალი გაეგზავნა პეკინისთვის. უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრი პლატენჩუკმა ეს ირონიით დააკომენტარა, რაც შეუძლებელია ვერ შეამჩნიო. ამიტომ შემდეგ მისი ციტატაა. საინტერესოა რა ამოძრავებდა რუსებს, როცა მათ დღეს რამით შაჰედით გადაწყვეტეს ჩინეთისთვის დაერთხათ. ჩინეთის სავაჭრო გემი ჩვენ ზღვაში. რას ეთქვის პუტინი სი ძინპინს? მოხდა საშინელი შეცდომა ამხანაგებო, მაგრამ შესაძლოა ეს საერთოდაც სხვათა შორის არც იყოს შეცდომა. შემდეგ უკრაინის საზღვაო ძალებმა გამოაქვეყნეს ოფიციალური განცხადება. ციტირებ: რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მისი თავდასხმები საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინას, ახლა ეს რისკია უკვე მისი უახლოესი პარტნიორებისთვისაც, რომელთა გემებიც შავ ზღვაში იმყოფებიან. მაგრამ ეს სხვათა შორის ერთადერთი დარტყმა არ ყოფილა. ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა დაამატა, რომ იმავე დილით რუსულმა უპილოტოებმა კიდევ 2 სამოქალაქო გემი დააზიანეს გვინეა-ბისაუსა და პანამის დროშებით. სამივე უკრაინულ საზღვაო დერეფანში მოძრაობდა. ანუ რუსეთმა ერთ ღამეში 3 სამოქალაქო გემს შეუტია, მათ შორის ერთს, ჩინურს. ეხლა პოლიტიკური კონტექსტი. რადგან სწორედ ამ დღეს, 18 მაისს, ვლადიმერ პუტინი პეკინში მიფრინავს სამიძე, რომელიც სი ძინპინთან ერთად გაიმართება. 19 და 20 მაისი. 19 მაისს ის იქ ჩინოვნიკებს ხვდება, ხოლო უკვე 20 მაისს სი ძინპინს. ვიზიტი დაანონსებულია, დელეგაციები ფორმირებულია. კრემლი ამ მოვლენას უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენად ასახელებს. და პესკოვმა პუტინის სპიკერმა უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ კრემლი ამ ვიზიტზე ძალიან სერიოზულ იმედებს ამყარებს. და რას აკეთებს ჩინეთი პასუხად თავის გემზე, ჩინელი ეკიპაჟით განხორციელებულ დარტყმაზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გო ძიაკუნმა დაასახელა პუტინსა და სი ძინპინს შორის მომავალი მოლაპარაკებების თემები. ორმხრივი ურთიერთობები, თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, საერთაშორისო და რეგიონული საკითხები, ხოლო უკრაინა საერთოდაც არ არის ნახსენები. ინციდენტი გემთან KSL-D Yangi საერთოდაც არ არის ნახსენები და ეს სიჩუმე თავისთავადაც პასუხია. პეკინმა ერჩია, რომ საჯაროდ არ ერეაგირა. რატომ? იმიტომ რომ ნებისმიერი რეაქცია ეს მაინც რომელიმე მხარის არჩევაა. მოსკოვისგან ახსის მოთხოვნა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ რუსეთი მოკავშირე კი არა, საფრთხეა. დუმილი ნიშნავს უბრალოდ პუტინის მიღებას, როგორც დაგეგმილია და იმის წარუდგენას თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა. პეკინმა მეორე გზა ერჩია.
ეს არის ასეთი ცივი პრაგმატიზმი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე. კრემლში ამ დროს აღნიშნავენ, რომ პუტინის ვიზიტი მიეძღვნა კეთილმეზობლობის, მეგობრობისაბისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების 25 წლის თავს. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ბედის ირონია, რუსეთზე როგორც კეთილმეზობლობაზე საუბარი. ღმერთმა არქმნას ასეთი ველურები ვინმეს მეზობლად შეხვდეს. ვიზიტის ძირითადი პროგრამა დაგეგმილია 20 მაისს დილით, პეკინის დროით 11 საათზე 11:00. შეხვედრას გამართავენ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი. როგორც პუტინის თანაშემწემ უშაპოვმა განაცხადა, ციტატა: შეხვედრის დროს დაგეგმილია ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხებზე მსჯელობა. რუსეთის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ დელეგაციაში მყოფი ყველა ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რამდენიმე ფედერალური მინისტრი და რამდენიმე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი. აქ პუტინი სრულად აკოპირებს დონალდ ტრამპის ვიზიტს. ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართება მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში. ჩვენი მხრიდან მონაწილეობას მიიღებს 39 ადამიანი. უბრალოდ 39 ეს ველური რუსები ახლა პეკინში მიფრინავენ. ღმერთმა ნუქნას. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ამბობს უშაკოვი, გაიმართება დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია. როგორც მოსალოდნელია, ხელმოწერილი იქნება დაახლოებით 40 დოკუმენტი. პუტინი და სი ძინპინი ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას ყოვლისმომცველი პარტნიორობისობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების, ასევე კეთილმეზობლური ურთიერთობების, მეგობრობისა და თანამშრომლობის ზობის გაღრმავების შესახებ. გარდა ამისა, ისინი მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას მრავალპოლარული სამყაროსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების დამყარების შესახებ. მაგრამ კულისებს მიღმა სიტუაცია, რა თქმა უნდა, პუტინისთვის ცოტა უფრო რთულია. პუტინი აშკარად მიფრინავს ჩინეთში, რომ გააკიდოს თავისი ენერგორესურსები, აბა კიდევ რა შეიძლება გააკიდონ რუსებმა? ნავთობი, გაზი, იშვიათ მიწა მეტალები, ხე, ყველაფერი. რუსია ასეთი არსება, რომელსაც რაღაცის შექმნა არ შეუძლია. ამიტომაც ისინი მხოლოდ რესურსებს ყიდიან. მაგრამ ჩინეთმა უკვე მოახერხა პუტინის მეორეხარისხოვან პოზიციაზე დაყენება. საქმე იმაშია, რომ ჩინეთმა დღეს იკისრა ვალდებულება შეერთებული შტატებისგან ყოველწლიურად 17 მილიარდი დოლარის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენაზე მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ეს პეკინის სამიტის პირდაპირი შედეგია ტრამპთან. ჯამში ეს არის 51 მილიარდი დოლარი. და ამავე დროს ამ დათმობის ფონზე პეკინი ახლა პუტინს მასპინძლობს. ცადია ეს ორმაგი თამაშია, რომელსაც ჩინეთი ოსტატურად ატარებს. კრიდულობს ამერიკულ სოიას და მასპინძლობს რუს დიქტატორს. დუმს ჩინურ გემზე თავდასხმაზე და ხელს აწერს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოსკოვთან. აძლევს ტრამპს სავაჭრო დათმობებს და არ ეხმარება რუსეთზე ზეწოლაში უკრაინის საკითხში. ეს ნეიტრალიტეტი არ არის. ეს მე ვიტყოდი ორივე მხრიდან სარგებლის მაქსიმიზაცია. რას ნიშნავს საბოლოოდ შავი ზღვის ინციდენტი ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში? ჩინეთი თავის პოზიციას აპალივებს კონსტრუქციული სტრატეგიული სტაბილურობის პრინციპზე. ეს ფორმულირება მიღებულია სი ძინპინისა და ტრამპის სამიტზე. ეს ფორმულირება ნიშნავს თანამშრომლობას როგორც საფუძველს, კონკურენციას კონტროლებად ფარგლებში და უთანხმოებებს კონტროლის ქვეშ. ასე განსაზღვრეს ეს ჩინელებმა. დარგმა ჩინურ გემზე არის უთანხმოება, რომელიც კონტროლიდან გამოვიდა. რუსეთმა მოკავშირის გემს დაარტყა ისტორიული ვიზიტის წინადრეს და მოკავშირემ რა გააკეთა? გაჩუნდა. ეს ბევრ ამაზე მეტყოლებს. ან პეკინის მოთმინების ძალაზე მეტყოლებს, ან იმაზე, რომ ჩინეთი რუსეთს უკვე აღარ არიქომს თანაბარ მოკავშირედ, არამედ როგორც უმცროს პარტნიორს, რომელსაც რაღაცის პატიება შეიძლება. იმიტომ რომ ბენზინგასამართი სადგურიდანა. კიდევ რას უნდა ელოდო? ორივე ინტერპრეტაცია ერთსა და იმავეს გვეუბნება. ძალთა ბალანსის შეზღუდვების გარეშე პარტნიორობაში უკვე დიდი ხანია ჩინეთის სასარგებლოდ გადაიხარა. აქ წერტილს დავშავ. თქვენი აზრი და დასვენები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, შეგიძლიათ დონატი გააკეთოთ ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის. სუბტიტრები შექმნა დიმა ტორზოკმა.